მოკლედ მოგესალმებით მეგობრებო. დავიწყეთ გადაღება. შტატივზე არის ყველაფერი აწყობილი. აი აქედანაც ვიღებ თუ რაღაცა. მოკლედ ორი ანკესი უკვე ჩაგდებულია. აი ეს და აი იქით. ეხა კიდე ორ სავაწყობ და 4 ანკეს გავუშვებთ რა. მოკლედ წვიმიანი ამინდია. და აპლიკაციებში რო შევამოწმე, წესით დღეს უნდა იყოს კარგი თევზჭერა. მაგის იმედი გვაქვს რა. და ნახოთ როგორ იქნება, რა იქნება. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ხნედ ვართ. 1:15 წუთია ჩაგდებული გვაქვს, სანამ ესენი ავაწყი. რაც აპარატურა და არაფერს არ დაურტყავს საერთოდ რა. გვაქვს და ტივტივის გარეშე ჩაგდებ დომკაზე და ორ ტივტივაზე გავუშვებთ, ორ დომკაზე და ეგ არის. რაღაც უნდა იყოს. სატყორად ვიყენებთ ქათმის ფილეს და შრიმპს, კრევეტებს ხო. ეგ არის. ეხლა ამას გავუკეთოთ. მოდი 4 ან 3 კანჯოს გავუკეთებ, ამას და ესე გავუშვებ, რომ იქნება რაღაც უკეთესი შედეგი გამოიღოს. ამებს მე ავაწყობ და დავბრუნდები. ან მოდი გაჩვენოთ ჩვენი ყუთი რა, სათევზაო ყუთი მოიცადე. ეს არის ჩვენი კუსაჩკა. თევზის პირიდან გამოსაღებანა რაღაცების გადასაჭრელად. ეს არის ჩვენი დანა. და აი შეგახედებთ ყუთში. ეს მოვხსნათ. აი ესე. მოკლედ ეს სატყუარები. აქ ტყუები, სხვადასხვა ზომის. ეს ტყუებია. აქ პაპალაუკები, ეს ტივტივები, ქართულად. ესენი არის. ესე დავამატოთ მე განჯობები და რაღაცები მაგისტვის. ეს ამის თევზავთ ხოლმე საღამოობით. ზვიგენები კარგად მოხდა, ეს პატარა კატარანები, რასაც ქართულად კატრანს ეძახიან რა. აქ შარქია რა, ზვიგენს ვეძახით. აი ესენი არის კიდე მაგარი რაღაცა, იდოქში ქვემოთ უყენდება ძუას, რომ ბევრი თევზი ოკეანეში ჩვეულებრივ ძუას ჭრის რა, წამოღებისას რომ მაგ ფართხალისას ჭრის და აი მას ვერ გაჭრის რა, რკინა. ესენი ზარები, ახაც განჯობები, ახაც ბლომად, ეს სამიანები, ახაც მთელი ყუთი შედარებით პატარა ზომების, ესენი სამიანებია. ეს ალფიტკი, ეს დამატებით ზუა, კიდე ბევრი ტივტივა და შედარებით პატარა ზომის ესენია რა, ხა ამას არ ვიყენებთ ხოლმე. რომ ესეთ ზომის თევზებზე არ ვთევზავთ, რომ ისინი გამოვიყენოთ რა. აი პატარა განჯოები, პატარა ტყუები, პატარა რაღაცეები რა. სადმე ტბაზე თუ ვითევზავთ, მე უკვე გამოვიყენებთ ამებს რა. ოკეანეში ეს მუღამი არ აქვს რა, პატარა ზომის თევზების დაჭერას. და მოკლედ ერთი აქ არის ჩემი ანკეს ჩაგდებული, ერთი დიდი აქ არის. ეს ჩემი დიდი ანკესი აიწყობა და ეგ არის რა, ესენი გაჩვენეთ. ნუ ამების აწყობას ხა დიდად აზრია რა აქვს. ნაკლებად ეფექტური. ეს არის მაგარი ტიპი რა. ნაკლებად ეფექტურია ამ პერიოდში. და ვფიქრობ, რომ აი ამაზე ავაწყობ. რამოდენიმე განჭოს და ეგ არის რა. ეხლა ავაწყობ და დავბრუნდები.
ეს არის ავაწყე ერთი განჯო. აქ მეორე და მესამე მეოთხე რა. ეხლა ამ ყველაფერს გავუკეთებ შრიმპებს. ხო და ისედე მოვიტანა შრიმპები. აქ არის ჩვენი შრიმპებიც. ესე და ნახოთ რა ცოტა შანსები გავზარდოთ იმისი რომ წარმატებულად დავასრულოთ დღეს, იმიტომ რომ რაღაცა ეს პერიოდია ბოლო 3 თევზაობა ძალიან წარუმატებელი გვაქვს რა. და რაღაც უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ხან ამინდი არ დაგვენ, ხან კი არა ამინდი არ გვემთხვევა რა, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი სათევზაო დღე არის ორშაბათი და ისე გამოვიდა რომ ეს რაღაც არც ერთი ორშაბათი არ იყო. კარგი მზიანი ამინდი, აი ხაც მოღრუბული წვიმიანი ამინდია, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ რამის დავიჭერთ რა. ხედე. აი თოლია გამომდო. რა დაიად გამოვიდა. გამომდო. აი ხამის მოხსნა არ გინდა ბიჭო აქედან. ამოწი გამოიყვანე და მოხსნა. სამიანზე გამოდებული რა. ხედავ? მოდი აქ დავიჭერ, თავი იქითაა გარეთ. თავი გარეთ აქ ვერ შემოყოფს, მედი. სად მივიდე? აი ფრთაზე არის სამიანი ჩაჭედებული. არ ვერ გიკმენს ვერ აიგე დროს. აგე იკვინება ნახე. ნდება. აი, კაცი არ მოჭრა, ხელში არ გამომედოს. აი, აქ მოჭერი, აგე ქვემოთ, უყურე? სად? აი, კანჯო რო არის. ისე. გავერ ხედავ აი. გავერ ხედავ აი. მოიც, გაჩი. ახი რა. აგე აქ. აი. აქ. არა, ეგ. აი აქ ვეხედა. ვერ უდგებ ესეც. მაიცე დანაც მოვიტან მაგისტრის 3 თვე რომ უჭრი. იუსგარ გაჩეთ, ორი დაგაკლავთ. აიცა. სია. ლოგად მეგობრებო, ეს მეყინა რა სამიანი და დიდად აქაც მუშაობდა. და რავი რა. თოლია დავიჭირეთ. სხვა ვერაფერი მაგრამ თოლია დავიჭირეთ. თოლია რა გვინდა არ გვინდა. სატო ეს ერთი თოლია რომ დავიჭირეთ. ნიკუშ გადახედე. ვაფშე სადღა არის, აღარ არის თოლიები. ყველა მოხია, მიატოვეს, მოზურ რეაქციის. ერთი თავისანი რომ დავიჭირეთ მაგისგან. და ეგ არის რა გავუშვით. თოლის გამო მომიწია გადაჭრანკის ეს. თორე ეს სამიანი ხო იცით რანაირია, ეს ჩაეჭიდება სადღაც და აიბლანდება მე ამის მოხსნა და ის თანამანი ფურთხიალა სანამ მოვიყვანე და ეს ძუებში იყო ახლა და გადავჭერი და მარტივად ამოვიღეთ მე რა გავუშვით. ხოდა 1.5 საათია ესენი გვიგდია. ვერაფერი ვერ დავიჭირეთ რა და ნახოთ, დავულდოთ კიდე. საღამომდე აქ ვიქნებით. იმედია რამეს დავიჭირთ. მოგესალმებით მეგობრებო. ახლა განახებთ, მოვედით აი ამ ადგილას. მორიგი თევზაობის ვიდეოს გადასაღებად. დღეს მარტო ვარ, მაგრამ ვარ საკმაოდ ძიმედ შეიარაღებული. რაღაც ახალი
რაღაცები ჩამომივიდა, გამოწერილი მქონდა ინვენტარი, ესე ვთქვათ. ესეც მეტა, ამასაც გამოვიყენებ. მოდი ხოცებ, ეს ბომბი გავუვიდე საკიდან, ამია ბომბაროს. აი ეს ძაცუთა დგას. და თოლიოს ესვრის აჭვენს. აი, მოდი განახებთ. აი ამეებით ვდევზავებ. პატარა სატყუარებით რა თევზებით. და თან აქ ეს რაღაცებიც რა. შეიძლება ესეც გამოვიყენო. შეიძლება ეს გამოვიყენო. ნახოთ როგორ წამოიღებს. აი ეს არის ჩემი ამჟამინდელი ინვენტარები, ესე ვთქვათ. და აქ ნუ უფრო პატარა თევზებისთვის და ესეც უფრო პატარა თევზებისთვის არის რა. აი ხა ავაწყობ, გავუშვებ, მერე აქ მოვკალათდები. ცივისასმელიც მაქვს და ეგ არის დავალოთ. ეგ არის. მოდი ხა განახოთ რა გავაკეთე. და ესე სამი ცალი თევზი წამოვაცვი. ხო და გავუშვათ შორს. όσο ცოტა აიხლართ, ეს ცუდად მეტი სახში. არა უცებ ხე გავასწორებ და ეგ არის რა. ბევრი არაფერი არ უნდა. ტრაქტაცებელი თევზია და ყველაფერს ჭამს. მთავარია თევზი იყოს სახში. დღეს შემოსული. არხზე აღარ თევზავ, ჯერმან არ შემოსულა. ესე ხა გაშლილ წყალში ვარ რა. ნახოთ ხა როგორ იქნება, კარგი ხანია. აქეთ აღარ ყოფილვარ ფაქტიურად წინა ზაფხულის მერე და ნახოთ რა იქნება. სანამ დიდან კესებსაც გავტესტავ როგორია. არა უშვებს. პირველი სროლა წავიდა. იდეალური არ იყო, მაგრამ ეხლა აქ ბევრი ხალხია და ვერ ვიქნევ ისე რა, მე როგორც მინდა. ამაში ხედავ როგორ იღებს. ეს და ისე დავხაროთ. აი კარგი. კარგია. მოდი ეხლა გავაკეთე ეს. აქ სამწვერა აწყობილი. აი ეს უფრო გამოდებით ათევზაო არის რა. მაგრამ ხამის მოხსნა და რაღაც მეზარება. ესე დამატებით ჩავაგდებ დომკაზე ამას რა. გავუკეთებ და იყოს სამწვერა რა უჭირს. ეგ არის. ესენი სხვათა შორის ბევრად უკეთესი სასროლებია. ეს პატარა ზომის ანკესები ვიდრე ეს დიდი რა. იმიტომ ნახეთ აქ აი ესეთ ეს რაღაც რა მას მოკიდებ, გაიქნებ, გავუშვებ და რაღაც დამწყებთათვის უკეთ გამოსაყენებელია რა. და ეს დიდი რასაც ქვია მარილიანი წყლის ოკეანის არის რა და ამეთი ბევრგან შეგიძლია ითევზავ. ხო და აი წინა ვიდეოში ზღვის კატა რაც ამომყავდა ამან ვერ ამოიყვანა, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ როგორი სიტუაცია იყო. ერთი 7-8 კილო იქნებოდა ის რა და აი მან ხო სადღაც ერთი 10 მეტრის სიმაღლეზე ვიყავი. ამას ვატრიალებ, მე დასატრიალებდეს და მაინც ქვემო ჩადის, ანუ ვეღარ ერეოდა, მე ვატრიალებდი, მაგრამ მაინც წროს ქაჩავდა რა და მოწყდა მე ვერ მოერია ეს ანკესი რა და აი ეგეთებისთვის ეს სავარაუდოდ ერთი 15-20 კილოინას მოიყვანს ეს დიდი. და თუ რაღაცა ქვებია, ქვებამდე მოვიყვან და მე ჩავალ რა და იქ არ იყო ეგ ვარიანტი, იქ უნდა ამომეგდო სიმაღლეზე და მაგიტო ვერ ამოიყვანა რა. ეხა ამასაც გავუკეთოთ ერთი თევზი და ეგ არის. მე უკვე აი მეორე ანკესეც ბევრი მაქვს, განჯო 4-5 განჯო მაქვს და
მაგასაც გავუშვებ რა. და ჩვენი დღეს ბოლო ხე ჩემი ძვის ანგესი აღარ წავმიღია, იმიტომ რომ ესეთი დიდია რა და ეს ორ ნაწილად უნდა გადახსნა და ფიზიკურად ვერ მოვიტანე, იმიტომ რომ მანქანა ყავს შორს დაყენებული და ორი რეისით ასე რომ ვთქვათ. ვერ მივიტან, იმიტომ რომ აქ რო დავტოვო რაღაცები და მანქანასთან მივბრუნდე, აქ აღარ დამხვდება ეს რაღაცები რა და ეს ვიყავი ასხმული, გადასხმული ყველაფერი. არა ხა მე თუ თევზი დავიჭირე და ამაში ჩავდე, იმიტომ რომ ამ თევზის მაცივარში მე და ნახევარი ნივთები და რეგინ თევზთან ერთად არ ჩაიდება და უფრო გამიჭირდება ამათი ტარება, მაგრამ ნახოთ რა როგორ იქნება, რანაირად იქნება. არა მაინც მაქვს იმედი. ვფიქრობ რომ ამ პატარა ზვიგენებს უეჭველი დავუჭერ, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეგენი არიან ძალიან ბევრი. აუ ეს ცუდად არის. ნახეთ, აი ახლა რთული. მოდი უცებ ამას განახებთ როგორ მოგაკეთებული რა. აი ესეთი რაღაცები მაქვს გამოყენებული რა. აი ესენი გადაბმებით რა. აი ამაში გადის აქ განჯოა ჩამოკიდებული. აი ამებს. просто აქ ნახეთ რას ვიყენებ. ეს განჯოები არის რკინის, მოიცადე. თვითონ არის რა, შეხედეთ, აი აქიდან პირდაპირ მოდის განჯო. ეს თვითონ ტროსი არის რკინის, იმიტომ რომ აქ ბლუფიშმა და რაღაცებმა არ გაწყვიტოს რა. ჭრის. სხვათა შორის იქ რო თევზავდე წინა ვიდეოში რაც რა ადგილს განახით, მან გამიჭრა თევზმა. დავრჩი ისე. ხო და აი ხა იგ რო აღარ მოხდეს. გამოვიწერე. ოპა. აი ეს სანგესი ცოტა შემელახა. ხო ნუ გამოვიწერე, მაგისთვის ეს რკინის ტროსები რა და ეგ არის, просто ეხა ძირში ცოტა ჩაიხვია ამან. ამას გავასწორებ და დაგიბრუნდებით. ვაჰ, კაია რა. სახში მაგრად არ მევასებე, ხა გაჩერება რა დღეს ვისვენები და დინიდან რაღაც საქმეები მოვაგვარე. მე მთელი საღამო თავისუფალი მქონდა, ხა სადმე ისე გასვლაც მეზარებოდა და ესე რა სიწყნარში. ხა ცოტა რომ საღამოდება უფრო მოწყნარდება. თევზიც უფრო წამოიღებს რა საღამოებულზე. იქით ბოლო ანკესი. გასაკეთებელი მაქვს, просто მეზარება ხა რა ძუა უნდა გამოუცვალო და უფრო ხოძე იქნება. რომ რაღაც გაჭედილია რა იმ სატრიალებელში და უნდა გავხსნა და რაღაცა და თუ არ დამეზარა ეხლა ცოტა მოსაღამოებულზე ვიჩალჭი ხმაგის საკეთებას. აი თუ მოწვიმდება, ესეც მაქვს. ან მოწვიმულზე კი არა და ან წვიმიანზე, ან მზიანზე. ეს ჩამოვიფარებ და ეგ არის რა. გასწორებს, აი სულ არაფერი რაღაც პატარა ზვიგენიან რაღაცა. უარგეს თევზი მაინც დავუჭიროთ, რომ უღამია ამ უყვანის პროცესს და რაღაცა. მოიცა მოდი გაჩვენებთ ხა აქედან. გადაგახედოთ. რაზე მაქვს საუბარი. აი ხედავთ აი აქ. აი აქედება ქვებს აქ ხავსები, წყლის ბალახები და ეს წყალი არხევს ამ ბალახებს. ეხა ეს დიდი რაც არის, მაგ სადღაც აი აქ ჩაგდებული. აი ეს პატარები ეს ორი, სადღაც ერთი აქ და მეორეც აი ესე მაგ ჩაგდებული რა. ნახოთ, იმედია თოლიას არ დავიჭერთ. თორე ცუდი მოსახსნელია თოლიანგესთან. კაი, ისევ გავუწიოთ ხა ცოტა GoPro და დაველოდოთ შემდეგ actions. ჩეხა მაგარი და არტყა რა და ესეც თევზი თუ არ არის ძმაო, არ ვიცი. ვა, ცნობ, თევზია. თევზია.
შენი დედავატირე სად ჩამივარდა? Did you see that? It was fish, right? Where it fell down? So you lost it? Oh, did you see it was big one? It was shark or just fish? No, it's normal. It's like what we call it. Bass? Yeah, Oh, most probably possible. This type. oh, I did not see it. Because you put too much energy. Oh, Because you put too much energy. oh yeah, it's over here. Oh yeah, it's over here. Yeah, yeah. I don't lose it. Oh, it's Yeah, it's over there. Კი ჩამივარდა, მაგრამ you get it. Yeah. Yeah, it's good. Hey, მეგობრებო. Камბალა. კარგი პატარა არ არის. ნახეთ. რამხელა ვიდროა და ამის ხელა აღმიშთე. აი, მეგობრებო, რაღაცა პატარაზე დაარტყასავით. მოდი გავუტესტო, ნახოთ. არა, სავარაუდოდ არაფერია. წყალი დიდდება, სხვათა შორის იმატებს. ჯვარ არა, რაღაცა ძიმე არის. ვაიცი, არა. კი, არა, დავიჭირე. აი, კიდე ერთი. Kambala. Yeah. Kambala. Second one. Second one. He was right. On this big one, eh? Same size. Yeah. It was good. Not bad, not bad. Okay. კიდე დაარტყა. აბა გავტესტოთ რა არის. კონი კიდე თევზია. It's fish. You see? Yeah. And free is not there. Yeah. Keep going. One more, guys. One more.
Excellent. Congratulations. Yeah, thank you. Oh, it's lucky See, night. this one it's lucky. Yeah. Here perhaps you are putting not far away, so you say 2 is good, 3 is better. Yeah. Okay. Let's. I have a couple more baits, and let's see before baits will be enough. And how you call this fish here? What? How you call this fish? As I know, it's a summer flounder, but I'm calling Kambala. Okay, we also call Kambala. მეგობრებო, ჩვენ თევზაობა საკმაოდ კარგად შედგა სიმართლე რო გითხრათ. ეხლა ცოტა ხანი კიდე დარჩები აქ. იმიტომ რომ ეს თევზი მაგრამ კაი ბლომა დამჩა ეხლა და თუ რაღაც ამ სახში წავიღებ, გავყინავ და შემდეგზე კიდე გამომადგება და ეხლა განახოთ ეს სამი ცალი ჯიგარ სონარა რაც დავიჭირე, კამბალები. აი საკმაოდ კარგია რა. ამებს სახში გავასუფთავებ, ეხლა ეს ღირს გასუფთავებოთ რა, კარგი ზომის თევზებია. ამათ გავასუფთავებ და სავარაუდოდ ამათი მომზადების ვიდეოც იქნება. ვისაც გაქვთ კამბალა გასინჯული ან არ გაქვთ, ნახოთ როგორია ერთად. მე არ მაქვს გასინჯული ჯერჯერობით. დიდი თევზის მოყვარული არ ყოფილი ვარ არასდროს და ეხლა ნახოთ როგორი იქნება, როგორ გაგვისწორდება რა. ცოტა ხანი კიდე ნახავთ, აგერ ჩაგდებულია 1-2 მესამე ანკესი. დავალდოთ 10-15 წუთიც და თუ არაფერი და დავეშვათ სახლისკენ. მეგობრებო, რაღაცა დარტყმა ჩანს ამაზე. ცოტა სატყვა რა მოხსნათ. ერთი წარტყავს იო ეგ არის. წარტყა. ვა, არაფერი არ არის არა და არა ესე ვერ უგზნობ რამე რო იყოს არაფერი მაგრა დაიხლართ ანკესი რა შეხედეთ იმენა ამის გახსნა არ გინდა Want to see the fish? უკვე წასვლის დროა იდეაში რა. მოდი ცოტა შანსი მივცეთ 1-2 დაველოდოთ რავი თუ დაარტყა და თუ არა გავაწვეთ რა. კარგად შედგა ძმებო. თან დიდი ხანი არ ყოფილა რომელი საათია? 10:30-ია სადღაც 8-სკენ, 7:30-სკენ მოვედი რა და 2 საათი 2 საათი ცუდი არ არის. სანუ კარგად გავატარეთ დრო რა. დავრელაქსდი. აი ხედი. ახლა ხედს განახეთ, მოიცადე. აი, აქ ჩანს ვერაზანო. და აქ არის Staten Island-ი. აქ არის უკვე ბრუკლინი და აი მანდარი წინ Manhattan Beach-ი. ახლა აქიდან Manhattan-ი არ გამოჩნდება რომ დაანახოთ აზრი არა აქვს რა. აქ უკან აქ მოლი არის და აქეთ კორპუსები რა. მეტისით აქ არაფერი არ გამოჩნდება. კაი, დაველოდეთ და ნახოთ რა იქნება. მოკლედ მეგობრებო, კარგად აღამდა და ეხა უკვე დროა წავიდე, რომელი საათია? 9:24 რა. სანამ ავლაგდები და რაღაც საათიც მოვა. ეხა ავალაგებ მე ამ ყველაფერს.
ჩემს შტატივს დავკეცავ, მივხედავ ყველაფერს. ანკეცებს წავიღებ და დავაშვებით სახში. ამ თემს გავასუფთავებთ, დავაბინავებთ და მე უკვე მოხდება გრილზე. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, არქის გამოწერა და ჩემი ინსტაგრამის გამოწერაც არ იქნება ურიგო, აი აქ ამოვანათებ ჩემს ინსტაგრამს და ამაფოლოვეთ მეგობრებო, აბა თქვენიც.